ოზურგეთის საგრებულოში ახალი ფრაქცია ქართული ოცნება შეიქმნა. ფრაქცია 3 წევრისგან შედგება და მისი ტექნიკურად აღჭურვა უახლოეს პერიოდში მოხდება. ფრაქციის თავმჯდომარე ლევან ნინიძე იქნება, რომელიც 1 ოქტომბრამდე ნაციონალური მოძრაობის წევრი და მხარდამჭერი იყო. ფრაქციის შექმნას აპროტესტებს საგრებულოში სამართლიანი საქართველოს კვოტით შესული ოპოზიციონერი დეპუტატი ლელა ნაცვალაძე. მისთვის მიუღებელია ნაციონალების პარტიის წევრებისგან ახალი ფრაქციის დაკომპლექტება. 12 ნოემბერს იქნა შემოტანილი განცხადება, ერთობლივი განცხადება იყო ლევან ნინიძის, დავით დინარაძის და გიორგი ბოუქვაძის, რომელიც შეეხებოდა ფრაქცია ქართული ოცნების შექმნას კომისიაზე, სამანდატო საპროცედურო კომისიაზე განხილული იქნა ეს საკითხი და შესაბამისი დაასკვნა, რათა ცნობად ყოფილიყო მიღებული ფრაქციის შექმნის საკითხი გამოტანილი იქნა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე. ის რომ საკრებულოს უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის დაიშლება, ამას მივესალმები, რა თქმა უნდა, მაგრამ იერარქია ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. არ ვცნობ ქართული ოცნების ფრაქციის შექმნას, იმიტომ რომ ადამიანები უმეტესი ნაწილი ამ ფრაქციისა, სამკაციანი არის, მაგრამ უმეტესი ნაწილი 2 ოქტომბრამდე იყო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი. მივიღეთ ცნობად კომისიის ხელმძღვანელისაგან ფრაქციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ფრაქცია ქართული ოცნება და დაევალა აპარატის ხელმძღვანელს რომ უზრუნველყოს ფრაქცია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რათა მათ ნორმალურად იფუნქციონირონ.